რუსეთი ემზადება ომის ახალი ფაზისთვის და ამისთვის ამზადებს ყველა პირობას მასობრივი მობილიზაციისთვის. ვლადიმირ პუტინმა გუშინ სამხედროებთან შეხვედრის დროს დაავალა გაანალიზონ უკრაინის მოკავშირეების ჩართულობა ომში, რომლებსაც მან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების წამქეზებლები უწოდა. რათა მომავალში მიიღონ მათ მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მაგრამ ეს აშკარად დაშინების ცდელობაა. თქვენ გონიათ, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ ეხმარება უკრაინას და მომავალში გადავწყვეტ მათზე თავდასხმას? საინტერესოა, რომ ვლადიმირ პუტინი ამბობს, თურმე დასავლეთის ქვეყნები აქეზებენ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას. გადაწყვეტილება ძალიან მარტივია. ომი შეიძლება წამში დასრულდეს. ეს მე ხა დაუბანელ რუსებს არ ვეუბნები. წამში უბრალოდ. ყველა რუსი აგროვებს თავის ბარკს, ბრუნდება მოსკოვის მიმართულებით და ტოვებს უკრაინის ტერიტორიას. როგორც კი ბოლო რუსი პუტინი გადაკვეთს უკრაინისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარს, ყველაფერი ომი მთავრდება. და აქ არ არის საჭირო არც არანაირი პროვოკატორი, არავინ, საერთოდ არავინ არ არის საჭირო. უბრალოდ თითოეულმა რუსმა შეაგროვა თავისი ნივთები და დაბრუნდა რუსეთში. დაჯერეთ, არავინ არ დაგედევნებათ, არავინ არ შეუტევს რუსეთს ამის შემდეგ. აი ბოლო რუსმა გადაკვეთა საზღვარი, წავიდა ყველაფერი, ომი დასრულდა. აი ამას გარანტიას გაძლევთ, რომ ასე იქნება. ომი დასრულდება, უკრაინას არც ერთი რუსული ტერიტორია არ სჭირდება. აი ეს გაველურებული ტომია. ის არ სჭირდება უკრაინელებს, არ სჭირდება დასავლეთს, არავის არ სჭირდება. აი იცხოვრეთ იქ მშვიდად და მორჩა, ომი დასრულდება. მაგრამ ეს ისევ ლირიკული გადახვევა. ხო და ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ასევე უნდა იყოს უნდა გაგრძელდეს ანალიზი თითეული წამქეზებლის ჩართულობისა უკრაინაში ომის გაგრძელებაში. უნდა ჩატარდეს ანალიზი თითოეულის ჩართულობისა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში. ეს ანალიზი საჭიროა ჩვენთვის, რათა მომავალში მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები. ყოველ შემთხვევაში, ეს შეიძლება დაგჭირდეს. და აი თავისი პოზიციის ახსნისას ვლადიმირ პუტინმა მიუთითა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც მისი თქმით 7 ივნისით თარიღდება და სადაც მისი მტკიცებით უკრაინის უპილოტო ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება მიესალმებოდა. შემდეგ კი პუტინმა დაიწყო ეს პროპაგანდისტული ნარატივი იმის შესახებ, რომ ევროპა მხარს უჭერს მის მიერ მოგონილ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს. ბავშვებზე საერთო საცხოვრებელში, ბელარუსებით მგზავრ ავტობუსებზე, სამოქალაქო ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პუტინი რა თქმა უნდა ავიწყდება თქვას, რომ დარტყმები მოდის სამხედრო ქახნებზე, ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოებზე, ენერგეტიკაზე, ლოგისტიკაზე და ასე შემდეგ. გასაგებია რატომაც აკეთებს ამას. მაგრამ ამ განცხადების არსი სხვა იყო. ვლადიმირ პუტინი ცდილობდა ევროპელი მოკავშირეების დაშინებას. საქმე იმაშია, რომ უკვე დღეს დილით, აი პირდაპირ გუშინ საღამოს პუტინი ამბობს შეაფასეთ ჩართულობა. და უკვე დღეს დილით. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ბალტიის ქვეყნების მონაწილეობაზე უკრაინის მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი თავდასხმების ფონზე პორტებზე სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში. შემდეგ მოვიყვან ციტატას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინისგან. ჩვენ გვაქვს გადამოწმებული მონაცემები იმის შესახებ, რომ ლატვია და სხვა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები უკვე აძლევდნენ თავიანთ საჰაერო დერეფნებს უკრაინულ უპილოტო აპარატებს, რომლებიც ესხმოდნენ ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩვენს. ანუ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ ღამეში ასე მარტივად მოასწრეს და პუტინს მოამზადეს ანგარიში ბალტიის ქვეყნების უკრაინის ომში ჩართულობის შესახებ. წინაჯერზე ანალოგიური განცხადებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა. მაისში ეს უცხება ამტკიცებდა, რომ უკრაინული დრონები, როგორც ისინი ამბობდნენ, ცდილობდნენ პეტერბურგზე შეტევას ლატვიის ტერიტორიის გავლით. მანამდე მსგავსი ბრალდებები ბალტიის ქვეყნებისა და ასევე ფინეთის მისამართით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წამოაყენა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესის წარმომადგენელი მაშკა ზახაროვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე პატრუშევი. აპრილში მათ განაცხადეს, რომ ეს ქვეყნები უკრაინულ უპილოტო აპარატებს საკუთარ საჰაერო სიმტკიცეს აძლევენ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. და სწორედ ამ ვლადიმირ პუტინის მუქარების ფონზე ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა სრული გაუქმება. სავალდებულო სამედიცინო შემოწმება კონტრაქტორებისა და მობილიზებულებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მათ ვარგისიანობას სამხედრო სამსახურისთვის. შესაბამისი კანონპროექტით ცვლილებები გამოქვეყნებულია სამართლებრივი აქტების პროექტების პორტალს. ცვლილებები იმოქმედებს მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან ომის დროს. ანუ მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინს მეტი საარტილერიო ხორცი დასჭირდება.
ცვლილებების პროექტი ფედერალური კანონის 5.1 მუხში სამხედრო ვალდებულების შესახების შესახებ ამატებს ახალ პუნქტს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო შემოწმება სავალდებულო ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუ კანდიდატს აქვს დაზიანებები, ჭრილობა, ტრავმა ან კონტუზია, თუ მას აქვს დაავადებები, რის გამოც ის ითვლება შეზღუდულად ვარგისად, ან თუ მას აქვს დაავადებები, რის გამოც ის ითვლება სამსახურისთვის უვარგისად. თანაც ეს ასეა განსაზღვრული, რომ ეს ყველაფერი აშკარად უნდა ჩანდეს. ანუ თუ ვიზუალურად არ ჩანს დაავადება ან დაზიანება, ავტომატურად ვარგისია. თუ მამაკაცს აშკარად დაზიანებები ან დაავადებები არ აქვს, მაშინ ამ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით თავდაცვის სამინისტრო ამ მამაკაცს პირდაპირ აგზავნის ომში. ანუ აღარ არის საჭირო ეს სამხედრო სამედიცინო კომისია. და იცით, ეს კიდეც ლოგიკურად გამოიყურება. წინა დღეს New York Times-ის ექსპერტები წერდნენ, რომ რუსეთის არმიის ახალ წეულს საბრძოლო პოზიციებზე გასვლის შემდეგ შეიძლება მხოლოდ 20-დან 30-25 წუთამდე იცოცხლოს. რუსი ჯარისკაცების სწრაფი სიკვდილის მთავარი მიზეზი უკრაინული უპილოტო აპარატების მასობრივი და ეფექტური გამოყენებაა. აი ისტორია. ისტორიკოსი პეტერ ფრანკოპანი რუს სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით, ხაზგასმით ვამბობ, რუს სამხედრო ბლოგერებზე. წერს, რომ რუსეთის ფედერაციის არმიის ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შემდეგ შეიძლება მხოლოდ 10 დღიდან 3 კვირამდე იცოცხლოს. ანუ პოლიგონზე მისვლიდან ბრძოლის ველზე დაღუპვამდე. რუსი ახალწეულების უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე დღით გადის მომზადებას, შემდეგ კი მათ მაშინვე ფრონტზე აგდებენ. როგორც კი ისინი საბრძოლო პოზიციაზე გადიან 20-დან 35 წუთამდე და ყველაფერი რუსი აღარ არის. შესაბამისად, რა საჭიროა რაიმე სუპერ ჩახრული სამედიცინო კომისიის ჩატარება. ამავე დროს რუსეთში ახალი საკონტრაქტო სამხედროების რეკრუტირება წელს 30%-ით შემცირდა. ამიტომაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს, რომ სამხედრო ვალდებულებმა სამედიცინო კომისია არ გაიარონ ავტომატურად, არამედ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არის დაზიანება ან სერიოზული დაავადება. როგორც მივხვდებით, არავინ სერიოზულ დაავადებებს, რა თქმა უნდა, არ გამოავლეს, როცა ვლადიმირ პუტინს ფრონტის უზრუნველსაყოფად მეტი ხორცი დასჭირდება. აქ კი მართლა გინდა თქვა, კიდევ რა მტკიცებულებები გჭირდებათ იმისთვის, რომ კრემლი ნამდვილად ამზადებს ახალ მობილიზაციის ტალღას არჩევნების შემდეგ სექტემბერში. ამასობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 ივლისის ღამეს სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალი დაარტყეს. ეს არის მელოტი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის პატარა სამშობლო. ობიექტზე მასშტაბური ხანძარია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ციტატა: "ამ ღამით ჩვენი უკრაინული შორ-მანძილზე მოქმედი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო სანქტ-პეტერბურგთან ახლოს ამოქმედდა." უკრაინის თავდაცვის ძალებმა დააზიანეს პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურა, რომელიც ფულს შოულობს რუსეთის ომისთვის. ასევე მოხდა დარტყმა კრონშტადტის ბაზირების პუნქტზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს. უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი 850 კილომეტრზე მეტია. ჭანდაბა რედაქტორი. პაპა რედაქტორი. სუბტიტრების რედაქტორი აპაპა. სუბტიტრების რედაქტორი ა სემკინი, კორექტორი ა ეგოროა. აღნიშნავ, რომ პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი ბალტიისპირეთის ერთ-ერთი მთავარი კვანძია რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის. ის უზრუნველყოფს ტანკერების გაგზავნას აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში. ეს ვაჭრობა მოწინააღმდეგის სამხედრო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. ასევე აღნიშნავ, რომ თითქოს დრონების ნამსხვრევები ვისოცკის პორტის რაიონში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პორტია ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი, რომელსაც სტრატეგიული სტატუსი აქვს, ბოლოს თავდასხმის ობიექტი 3 ივნისის ღამეს გახდა. და იმ თავდასხმის შედეგად, რომელიც პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს მოხდა,
ტერმინალის ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა. კიდევ ერთი დარტყმა ტერმინალზე უკვე 6 ივნის განხორციელდა. სულ შაბათის ღამეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 19 რეგიონში, აგრეთვე აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაზე, გადაიჭირეს 389 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის დრონი. აქ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის. აქ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.